უკვე 21 წელია ამ ადგილას 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა მოსაგონრად იკრიბებიან. ყოველ წელიწადს მოვალ რამე თუ საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც დაიწყო და ბატონი ზვიადი ჩამოდიოდა აფხაზეთში, მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. იყო იმოდენა ოვაციები, იმოდენა მხარდაჭერა იმ საქმისად, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია. დამოუკიდებლობა შეეწირა ეს ადამიანები ყველა. თუმცა იმ ღამეს ყველაზე მძაფრად ის ადამიანები იხსენებენ, ვინც 9 აპრილის მონაწილეა. არ შეიძლება ადამიანი თვალთახედიდან წაიშალოს ის, რაც იმ ღამეს მოხდა. ეს იყო სრულიად უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტვა. ადამიანები, რომლებიც ვისხედით, ცეკვავდით, ღეროდით, პატრიარქი გამოვიდა, მოგვიწოდა დაშლისაგან, მაგრამ იმდენად აჟიტირებული ვიყავით ეს ახალგაზრდა და მთელი საქართველო, რომ ესე იგი არც ერთმა ადამიანმა ფეხი არ გაადგა. მახსოვს პატრიარქის სიძლიერე, როდესაც გვენცაძეს ესე ხელი ჩააშვებინა და მოტრიალდა და მოვიდა და აქ ხალხს ზედა კიბესთან დადგა. ასე უთხრა, მე იქ უნდა ვიდგე, სადაც ჩემი ხალხი დგას ახლა და სადაც ისინი იხუცებიანო. 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსაგონებლად პარაკლისი კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა. 21 წლის შემდეგ ილია მეორემ მაშინდელი მოვლენები მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შეაფასა. ეს იყო ტრაგიკული ღამე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად დიდია სიყვარული ჩვენი ხალხის სამშობლოსადმი. მე უყურებდი ამ საშინელებას. ვერაფერი შემეძლო. 9 აპრილის მემორიალთან დილიდან ყვავილებითა და გვირგვინებით იკრიბებოდნენ პოლიტიკოსები, როგორც მმართველი გუნდის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. მემორიალთან უკვე შუა დღისას გამოჩნდნენ მანანა არჩვაძე გამსახურდიას მომხრეები. პარლამენტის კიბეებთან გამართულ აქციაზე მათ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გაიხსენეს. ზვიად გამსახურდიას უხდაებას გაუმარჯოს ცოტნე გამსახურდიას და ესე იგი ქართველი ერის თავისუფლებას გაუმარ! მემორიალთან 99 წლის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ფოტოები მხოლოდ ერთი დღით გამოფინეს. 9 აპრილის საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ დაუბრუნონ მუზეუმი, სადაც წლების განმავლობაში ეს ფოტოები და 9 აპრილთან დაკავშირებული სხვა ექსპონანტები ინახებოდა.